მუსიკალური ბათუმი, ათენში, საბერძნეთში, მარია კალასის ოლიმპიურ დარბაზში ქართული გალა კონცერტი გაიმართა. აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო დავით ბუქერიას დირიჟორობით და სოლისტებმა ცნობილი ქართული კომპოზიტორების შედევრები ააჟღერეს. ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გალა კონცერტი გამოჩენილი ქართველი ბერძენის დიდი მაესტროს ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას მიეძღვნა. Ამოვიღეთ ჩვენი ქართული სული. Აი ეს არის ყველაზე მთავარი. აქ დღეს ნამდვილად ჩვენი მესეჯი იყო ძალიან სამშვიდობო, ძალიან შემოქმედებითი და ძალიან დიდი სიყვარულის მესეჯი, რომელიც ჩვენ და ყველამ დღეს ვინც იყო მონაწილე, ეს გაუგზავნა მთელს ევროპას. შესანიშნავი კონცერტი ბათუმის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, ასევე არაჩვეულებრივი შესრულება იყო სოლისტების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი არის კულტურის დიპლომატიაში და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ვიმყოფები ამ საღამოს ჩემი მეგობრი საქართველოს ელჩის მოწვევით. ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ გავეცნო ქართულ მუსიკას და ბათუმის ორკესტრს. ათენის მერიისთვის ძალიან სასიხარულოა და პატივია უმასპინძლოს ბათუმის სიმფონიურ ორკესტრს მარია კალასის სახელობის ისტორიულ საოპერო თეატრში. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მეგობრებს შორის და მსურს აღვნიშნო, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოსა და საბერძნეთს შორის კავშირების კიდევ უფრო გამყარებას.